წარმოვადგენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს და მეორე მხრივ ვარ მეწარმეც. და მინდა გითხრათ, რომ პირველად ვარ მსგავსი ტიპის შეკრებაზე. ასევე პოლიტიკურადაც არ ვარ აქტიური, ისროდ დავაკონკრეტო არც პოზიციის, არც ოპოზიციის მხრიდან. და ცოტა მინდა თქვენს იდეას უსურო ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ ვხედავ რომ დისკუსიას რამდენად სასიამოვნო შედეგები მოყვება და ასევე ჩვენს ჩემპიონებს განსაკუთრებულად ვარ მიესალმა არ შევიძლია, იმიტომ რომ თითოეული თქვენგანის განვლილი გზა პირადად ჩემთვის და ყველასთვის არის სამაგალითო. და აქ მინდა დავაზუსტო, რომ არც ერთი სახელმწიფო თითოეული ჩვენგანის აქტივობის გარეშე არ იქნება. მაქვს 4 შვილი, მაქვს 4 სამსახური და მართალია რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ პრობლემები და გამოწვევები ჩემ საკუთარ თავშიც ვეძიო. პირველი რაც მინდა გითხრათ, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ძალიან წარმატებული მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გალობის უნივერსიტეტის მხრიდან და ვარ ქართული გალობის დირექტორი. ჩვენ შევქმნით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან უპრეცედენტო შემთხვევა ხელოვნების სფეროში, სადაც ყველა გოლი მოვიცავით, დავიწყეთ სკოლის ბავშვობიდან, გავაგრძელეთ საავადმყოფო სკოლებით, აბიტურიენტების მხარდაჭერით, შემდგომ უნივერსიტეტში სწავლებით და მე პირადად მომიწია ბაზისკვლევის ჩატარება, სადაც აღმოვაჩინე ძალიან უცნაური რაღაც. ჩვენი სტუდენტებიდან 100%-დან 99 დაბრუნდა რეგიონში, საიდანაც იყო წამოსული და იქ უკვე სკოლებში დასაქმდა და ასე შემდეგ. და ეხლა რომ ჭირდება განათლების სამინისტროდან გვაქვს მოთხოვნა, რომ სკოლის გუნდებისთვის პედაგოგი შევარჩიოთ, გვიჭირს კადრებში. მე მესმის რომ ეს პროფესიული განათლება და წლების შრომა ჭირდება, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, თუ იმეს რაიმე ინტერესი გაქვთ, სიამოვნებით გელოდებით. და ჩვენც თუ რაიმე ტიპის თანამშრომლობა შევძლოთ, სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და თავდადებას. და მეორე საკითხი მინდა აღნიშნო გრანტების კანონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე როგორც მეწარმეს, ფაქტობრივად ყველა ტიპის მხარდაჭერა მაქვს მიღებული როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორიდან და ძალიან აქტუალურია ეს ახალგაზრდებისთვის. სხვათა შორის მე აქციებზე ვიდექი, ყველა აქციაზე არც ერთი არ ჩამიგდია, როცა ვაპროტესტებდით გრანტების კანონს და ეს რაღაცა ძალიან ბუასავით ჩანდა. და ყველას ეთაკილებოდა, რატო უნდა ყოფილიყო აგენტი. მაგრამ ეხლა მინდა რომ პრაქტიკული გამოცდილება გაგიზიაროთ ჩემი. მე როგორც მეწარმეს დამიკვეთა უკვე მეორედ ტენდერის პირობების გავლით, დამიკვეთა ჩეხეთის კარიტასმა საბავშვო ავეჯის, ფიზიკური აქტივობის ავეჯის შეტანა სახელმწიფო ბაღებში. და ჩვეულებრივ გავიარეთ ეს პროცედურა, მიმართეს სახელმწიფოს, ველოდეთ მართალია 2 თვე, მაგრამ ჩვეულებრივ მივიღეთ თანხმობა და ჩავაბარეთ ეს პროდუქცია. ასევე ახლა GIZ-ის და UNDP-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციების პროექტები მიმდინარეობს, ჩვეულებრივ რეგისტრირდებიან, იღებენ ჩვეულებრივ ნებართვას და ჩვენც მეწარმეები ჩვეულებრივ სარგებლობთ აი ამ პირობებით. უბრალოდ ამით იმის აღნიშვნა მინდა, რომ ეს შეიძლება турბულენტურ ზონაში ახლა ვართ, მაგრამ ახალგაზრდებს არ უნდა რომ შეეშინდეთ, ეს ორგანიზაციებიც გაარკვევიან რა პროცედურაა, ჩვენც გავარკვევით მეწარმეები და მე ყოველ შემთხვევაში ძალიან პოზიტიურად ვუყურებ უკვე პირადი გამოცდილებით აი ამ პროცესს. ერთადერთი რაც მინდა რომ გთხოვოთ არის რომ თქვენ არის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ესე ტოპ მენეჯმენტში არიან, ასე ვთქვათ, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ამას არ მოყვება ხოლმე აი ბიუროკრატიის ნაწილში ცოტა გვიჭერს ხოლმე. მაგალითად 2 თვე არ შეიძლება ჭირდებოდეს რაღაცა ელემენტარული ნებართვის მიღებას და თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ძალიან სასიამოვნო იქნება. დიდი მადლობა.